მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მთავარი აჭარაში გადაცემა, რომელშიც ყოველ სამშაბათს განსხვავებული აქცენტებით გესაუბრებით ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მხოლოდ მთავარ ამბებზე. მე ვარ ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. ზიამაღლობელი საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბათუმელების დამფუძნებლისა და მედია მენეჯერის გათავისუფლებას მთელი მსოფლიოდან 100-მდე მედია ორგანიზაცია, ასობით ჟურნალისტი და ათობით ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ითხოვს. 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ოპოზიციაში მორიგი განხეთქილების მიზეზი სალომე ზურაბიშვილის გამოუყენებელი შესაძლებლობა ხდება პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას. რა ბედი ელოდება ზურაბიშვილის ირგვლივ შემოკრებილ ოპოზიციურ ერთობას. პატიმრობაში დატოვებული ახალგაზრდები, გამკაცრებული კანონმდებლობა და საჯარიმო სანქციები, როგორია სახალხო პროტესტის მომავალი და ქართული ოცნების პოლიტიკური ნაბიჯები ქვეყანაში არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი გადაცემაში მთავარი აჭარაში. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ვარშალომიძე დააკავეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა მედიასთან განაცხადა, ვარშალომიძე მაშინ დააკავეს, როდესაც აეროპორტით საზღვარს კვეთდა. ბეჟაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსტიტუციო საქმიანობას უკავშირდება. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით არსებობს ექსტრადიციის საფრთხე, რა ინფორმაცია აქვთ ამასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში, ამის გარკვევა შევეცდებით ახლა პირდაპირ ჩართვის მეშვეობით ლევან ანთაძე, ერთობა ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე შემოგვიერთდება პირდაპირ ჩართვის რეჟიმში. ბატონ ლევან, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. ბატონ ლევან, რა ინფორმაცია გაქვთ? მესმის, რომ ჯერჯერობით წირი გაქვთ თქვენს მის თანაპარტიელებს ინფორმაცია ვარშალომიძის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა რისი თქმა შეგიძლიათ ჩვენთვის, ჩვენი მაყურებლებისთვის ამ დროისთვის ალბათ საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. პირველ რიგში შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით იგივე ინფორმაცია მაქვს მეც, რაც გავრცელდა პრესით თუ ინტერნეტის საშუალებით. ლევან ვარშალომიძე დააკავეს ჩაფრენისას ყაზახეთის რესპუბლიკაში და მოთხოვნა იყო რუსეთის მხრიდან სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული, როგორც მოგეხსენება, ძალიან ბევრ ადამიანზეა მათ შორის საქართველოს მოქალაქეებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ამ მუხლით არის, ასე ვთქვათ, დაკავებული, როგორც აღნიშნეთ, მას ედავებიან რუსეთის ფედერაცია ედავება პოლიტიკურ საკონსულტაციო დახმარებას უკრაინისთვის. კი ბატონო, ეს ინფორმაცია მაქვს მე დღესდღეობით. რა შეუძლია ამ შემთხვევაში გააკეთოს მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, ნაციონალურმა მოძრაობამ? არ ვიცი, რამდენად მოასწარით ამ მოკლე დროში ინფორმაციის მიღებიდან, რაღაც კოორდინაცია ქონოდათ ერთმანეთთან და დაგეგეგმათ შემდგომი ნაბიჯები, რა შეიძლება იყოს ლევან ვარშალომიძისთვის ამ ეტაპზე დახმარების სახით რელევანტური? იმსჯელეთ, ან რას აპირებთ სამომავლოდ ამ საქმესთან დაკავშირებით, ასევე იქნება საინტერესო, ან რა შეგიძლიათ საერთოდ გააკეთოთ მისთვის? რა ვიცი, ამ წუთისთვის ძნელია რომ რაღაც გითხრათ ქმედებებზე, ინფორმაცია მოგეხსენებათ ნაკლები გვაქვს, ასე ვთქვათ, მაგრამ ყველა რესურსი იქნება გამოყენებული. ლევანი არის როგორც ყველა ჩვენთაგანი საქართველოს მოქალაქე, ქართული მხარეც უნდა ჩაერთოს, ჩაერთვება უკრაინული მხარეც, რა თქმა უნდა, და იმეც ვიდოვებთ, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად და კარგად დამთავრდება, დარწმუნებული ვარ ამაში, რომ რა თქმა უნდა ეს სისხლის სამართლის საქმე ისევე როგორც ძალიან ბევრი სისხლის სამართლის საქმე რუსეთში არის გაყალბებული და ფალსიფიცირებული და რა თქმა უნდა ნამდვილად არ ველოდებით რომ ისი ექსტრადაცია მოხდეს რუსეთის ფედერაციაში, რა ვიცი, ამას შეიძლება. ალბათ ეს არის პირველი რიგის ამოცანა, რომ
მისი ექსტრადაცია არ მოხდეს რუსეთის ფედერაციაში, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც პარტიულ რესურს, ისე სახელმწიფოებრივ, რა ვიცი, ყველანაირ რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს დამთავრდეს ისე, როგორც უნდა დამთავრდეს და როგორც სამართლიანობა მოითხოვს და ასეც იქნება დარწმუნებული. გასაგებია. მადლობა თქვენ ჩართვისთვის. მესმის რომ წირია ჯერჯერობით ინფორმაცია და შესაბამისად მეტი ინფორმაციის მოწოდების შანსი ფაქტობრივად ამ დროისთვის არ არსებობს. ლევან ანთაძე ერთობა ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე საუბრობდა ჩვენს პირდაპირ ეთერში. ვაგრძელებთ გადაცემა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე. დღეს მოსამართლე სალიხ შაინიძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, მან მზია ამაღლობელის სამართალ დამრღვევად ცნოდა 2000 ლარი დააჯარიმა. იგივე მოსამართლემ ამ საქმეზე 13 მარტს გამართულ სასამართლოს ხტომაზე დაადასტურა იმ ფაქტების ნამდვილობა, რაც მას მზია ამაღლობელის ადვოკატებმა წარუდგინეს. დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სანქცირებულმა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის საქმის არსებით განხილვის ხტომა გადადო. მოსამართლის განმარტებით დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობების გასაცნობად მას დროს სჭირდება. მომდევნო ხტომა კი 31 მარტს 13 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ ხტომას მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად მისი კოლეგები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროცესს ბათუმში ესწრებოდნენ გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლებიც. ცნობისთვის ნინო სახელაშვილი ესტონეთმა ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დაასანქცირა. გაზეთ ბათუმელების ინფორმაციით მას შემდეგ, რაც გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული მოსამართლედ, უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. მან დღეს განმარტა, რომ არ აქვს ვალდებულება სისხლის სამართალში გამოცდა ჩააბაროს. მე შეგახსენებ 12 იანვარს ბათუმში მიმდინარე აქციისას პოლიციამ მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავა. პირველად ის საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს, რომელზეც ეწერა იფიცება საქართველოს 15 იანვარს 15 საათზე. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ყავდა ტაჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაკავებული, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს. მომხდარის შემდეგ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და შემოხლა დაიწყო. სწორედ ამ დროს ხელმეორე დააკავეს მზია ამაღლობელი. პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს დებს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მას ბათუმის პოლიციის უფროსზე ირაკლი გებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზიას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა დღეს მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა მის აცილებაზე, რა იყო მისი მხრიდან აცილებაზე უარის თქმის არგუმენტი და რითი ხელმძღვანელობდა დაცვის მხარე შუამდგომლობის დაყენების დროს. ამის გარკვევას შევეცდებით სტუდიის პირველ სტუმართან ერთად. ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი უპასუხებს ჩვენ კითხვებს. გიორგი, მოგესალმებით, მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. და თქვენი დროისთვის ამ ძიმე დღეს ფაქტობრივად ორი სასამართლო პროცესი იყო მზიასთან დაკავშირებული, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომელსაც ვადევნებდით პირდაპირ ეთერების საშუალებით თვალს. დავიწყოთ ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით. გიორგი, საუბარი მიუხედავად იმისა, რომ იყო იოტის ოდენა პოზიტიური მოლოდინი მაინც, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე დღეს მიიღებდა მზიასთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას, გამამართლებელ გადაწყვეტილებას, მოხდა პირიქით 2000 ლარი დააჯარიმეს ის, ანუ ბრალდებულად ცნეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, როგორი იქნებოდა, ხო? თავისთავად მათ შორის ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებულ დამეთანხმებით ალბათ თქვენც, რადგანაც სწორედ ამ საქმეზე გაყალბებული ოქმი გახდა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის საფუძველი. რატომ არსებობდა ადმინისტრაციულ საქმეზე პოზიტიური მოლოდინი ერთი მხრივ, ესეც რომ განმარტოთ 13 მარტის ხტომიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არსებობდა ეს მოლოდინი და რეალურად რა მოხდა დღევანდელ პროცესზე? დღევანდელი გადაწყვეტილება ერთ-ერთი ცუდი ისტორიის ფურცელი იქნება სასამართლოს ისტორიაში და ცხადია ამ შედეგების აღმოხვრას წლები დაჭირდება. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ინდივიდუალურად ერთი საქმის განხილვის შედეგებზე. კარგად ხედავთ, ხო, რა საზოგადოებრივი
ასე ვთქვათ, ინტერესი აქვს ამ საქმეს და მზიას ესე მინდა შეფასება სწორად რომ გაიგო საზოგადოებამ. აქ საუბარი არ არის ჯარიმის ოდენობაზე და მოცულობაზე, დიახ, აქ საუბარი არის იმაზე, რომ მზია სამართალ დამრღვევად, უფრო მარტივად რო თქვა, კანონის დამრღვევად ცნეს იმ ქმედებაში, რაც მას არ ჩაუდენია. ეს მისთვის მორალურადაც უფრო მტკივნეულია, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ ხომ ყოველდღიურად ვადევნებთ პროცესებს თვალს და იმედი და რწმენა იმის ზოგადად ამ საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივთან ერთად მორალური რაღაც პასუხისმგებლობა ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე მე პირადად ასევე იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არ არის მორალისგან დაიცალა ეს საქმე ხო დიახ სასამართლო პრაქტიკაში რა თქმა უნდა ათობით და ასობით საქმე განიხილება და ყველა საქმეს თავისი ინტერესი და ასე ვთქვათ შედეგებთან მიმართებით ადამიანებს აქვთ მოლოდინები, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიც ხატყობს იმას, რომ აქ გარკვეულწილად ტესტია ერთგვარად სასამართლოსთვის, ყველა იმ ინსტიტუტისთვის, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული, როგორ ჩააბარებს და ცხადია, ეს 10 წლეულებში ერთხელ ხდება და მინდა დანამდვილებით თქვა, რომ ზია ამაღლობელის საქმე არის ერთ-ერთი იმ საქმედაგანი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ასე ვთქვათ, საქართველოს ისტორიისთვის ცუდი ფურცელია და სასამართლოს ისტორიისთვის განსაკუთრებით. ცხადია, ჩვენ ყველა ამ პროცესებს მივყვებით ბოლომდე და სტრასბურგი არის ის სამართლებრივი ბასტიონი, სადაც მოლოდინები და შედეგებთან მიმართებით გვაქვს ჩვენ რწმენა, რომ ის შედეგები, რაზეც დღეს უნდა ჩვენ რა შედეგები დღეს უნდა მიგვიღო, ვერ მივიღეთ სამწუხაროდ, მაგრამ ცხადია ამას სტრასბურგის სასამართლომდე მივიტანთ და ის შედეგები აუცილებლად იქნება, რაც შეეხება მოლოდინებთან დაკავშირებით. დიახ. სიმართლე გითხრათ, მოსამართლის განმარტებებმა შექმნა საზოგადოებაში ეს მოლოდინები 13 მარტის ხტომაზე, მაგრამ კვალიფიციური თვალით ჩვენ ასე არ შეგვიხედავს, ვინც ვიყავით იქ წარმოადგენლები ადვოკატები, ვინაიდან მოსამართლემ ეს განმარტება გააკეთა იმისათვის, რომ მას არ დაეკითხა მოწმის სახით ჩვენი შემდგომლობა შეეხებოდა ბედუკაძის და გრიგოლ ბესელიას ბედუკაძის არა უბრალოდ ხო, გებუაძის ბოდიში გვარიც დამავიწყდა გადატვირთული დღის შემდეგ. გებუაძის და გრიგოლ ბესელიას ნაწილში მათი არ დაკითხვა, ასე ვთქვათ, გადაწონა და არგუმენტად მოიშველია ის, რომ ის გარემოებები, რაზედაც ჩვენ გვინდოდა მათი გამოკითხვა და ჩათვალა დადასტურებულად. ეხლა რა ჩათვალა? საზოგადოება მინდა იცოდეს, რომ მაგ ჩვენ სამართლებრივი გარემოებების კვლევა საერთოდ არ გვაქვს ისე, რომ მაგალითად გვიწევდეს მსჯელობა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან მარტივად ვიდეო მასალები არსებობს, სადაც მზია ამაღლობელი აკრავს სტიკერს, ასე ვთქვათ, კედელზე, მერე აკავებს პოლიცია და პოლიცია მის მიერ შედგენილ ლოგში წერს, რომ მზია ამაღლობელი აყენებდა პოლიციელ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მერე ამას დაემატა გზადაგზა, ასე ვთქვათ, რომ სხვების დაკავებაში უშლიდა ხელს. და რა თქმა უნდა სტიკერის გაკვრა კედელზეც მიუთითეს როგორც დაკავების ერთ-ერთ საფუძვლად. ნახეთ, აქ საუბარი ძალიან მარტივად იყო, შეფასების თვალსაზრისით მტკიცებულებები რა იყო წარმოდგენილი? იყო ვიდეო მასალა, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულება სასამართლოსთვის, სადაც მზია ამაღლობელი არათუ წინააღმდეგობას არ უწევს პოლიციელებს დაკავების დროს, საერთოდ არც კი საუბრობს, ანუ ეს კადრი ყველა უყურებთ ამ კადრს. ხო, ეს ისტორიული კადრია, ხო, რომ როგორ ცდილობს მერე პოლიცია თითქმის ყველა ტელევიზიის ეთერში ტრიალებს ეს კადრი. თავად პოლიციასაც იმალე გითხრათ, ძალიან გაუჭირდა ეს გარემოებები აეხსნა, რატომ არ არის ეს გარემოებები კადრში, რასაც ისინი საუბრობენ. და ნახეთ, რამდენიმე შეუთავსებელი წინადადება გააჟღერეს. ერთ შემთხვევაში თქვეს, რომ შენობაში იგინებოდა და აყენებდა შეურაცხყოფას პოლიციას. მეორე შემთხვევაში ისევ მათ მიერ გამოძახებულა მოწმე თქვა, რომ გარეთ აქციის დროს ოღონდ სხვა ასე ვთქვათ, დროს, ანუ არა სტიკერის გაკვრის დროს, არამედ სხვა დროს. ეს სხვა დრო როდის იყო რა ვითარებაში, ნამდვილად ასე ვთქვათ, არავინ არ იცის ბუნებაში. და თავარი მომენტი, ანუ დამკავებელი პირი, რომელიც ასე ვთქვათ, აცხადებდა საჯაროდ, რომ მე დავაკავე მზია ამაღლობელი, იმდენად და დასაბუთებულად საუბრობდა, რომ ვიდეო კადრები რო არ არსებულიყო, ცხადია, შეიძლება ობიექტურ დამკვირვებელსაც კი ეჭვი შეპარებოდა მისი ჩვენების, ასე ვთქვათ, ეჭვი არ შეპარებოდა მისი ჩვენების ისტორიაში.
მაგრამ ნახეთ, ერთ-ერთ შემთხვევაში დამკავებელი ვანაძე აცხადებს დაბეჯითებს, რომ მან დააკავა მზიამალობელი, მეორე შემთხვევაში კადრებში ჩანს დადასტურებულად, რომ გრიგოლ ბესელია აკავებს ამასაც დაკავება, ასე ვთქვათ, ფორმალურად შეიძლება უწოდოთ, ხელს კიდევს და მზიამალობელი, ასე ვთქვათ, კანონმორჩილად მიყვება მას. ანუ იქ არათუ გინება, არამედ წინამდებობას კი არ ყოფილა დაკავების მომენტში. ვერ გეტყვით, რატო შეიცვალეს როლები დამკავებლებმა და ფორმალურად, ასე ვთქვათ, არასწორი ჩვენების მიცემა, მე ამ წიაღშლებში ნამდვილად არ შევალ, მაგრამ ხო ცხადად დადასტურდა, რომ ადამიანი თავარ გარემოებაზეც კი, როდესაც ის არასწორი ინფორმაციას აწვდის სასამართლოს, არ შეიძლება მისი ჩვენება იყოს სარწმუნო, თანმიმდევრული და ობიექტური და სასამართლოს არც კი ქონდა უფლება გაიზიარებინა, ხო? როგორ შეიძლება თუ ჩვენ რაღაც ერთ გარემოებაში ვცრუობთ და ამაში დადასტურებულად დადგინდება, რომ მე მოვიტყუე, არ აქვს სასამართლოს უფლება სხვა ჩვენებები გაიზიაროს, ხო? უკვე ჩდება გონივრული ეჭვი, რომ რამდენად შეიძლება იყოს მისი ჩვენება სხვა გარემოებებში სწორი. და სასამართლომ სწორედ ეს გარემოება დაადასტურა, ხო? ეს ყველამ ნახა საჯაროდ. მოსამართლემ თქვა, რომ მე დავწმუნდი, რომ დაკავება არ მოხდა, რომ ანაძის მიერ პოზიტიური მოლოდინი, ხო? დიახ, და ცხადია შეიქმნეს მოლოდინი, მაგრამ ნახეთ, ჩემო კოლეგამ დღეს აი ეს თავმჯდომარემ მონა ქურდოვანიძემ თავის საჯარო პოსტში ძალიან სწორად ახსნა, ხო, ის პასაჟი, რომ იქმნება იმიტაცია ასე ვთქვათ, ფორმალური სამართალწარმოების ყველა სტანდარტის, მაგრამ შედეგი. საერთოდ ჯამში ყველაფერი არის შედეგი, ხო? მაგრამ შედეგი განსაზღვრავს ყველა ამ სამართლებრივი პროცესის თავარი ნაწილია. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, მე ვინაიდან ასე ვთქვათ, აჭარის რეგიონში მოღვაწეობდა, მაქვს შეხება სასამართლო სისტემასთან, ერთი ძალიან გულსატკენია ეს შედეგი, იმ თვალსაზრისითაც, რომ ზიამაღლობელი მორალურად უფრო მძიმედ განიცდის ამ ამბავს, ვინაიდან მას აბრალებენ იმ ქმედებას, რაც ბუნებაში არ მომხდარა, მე არ მინდა ხა სისხლის სამართლის საქმის ნაწილის მსჯელობაში გადავიდეთ სისხლის სამართლის ნაწილზე. ეს სამართლებრივი შეფასების საგანი არის, მაგრამ სამწუხაროდ მოლოდინების საზოგადოების არ გამართლა, მაგრამ ეს ადმინისტრაციულთან დაკავშირებით რა მოლოდინები შემაჯამებელი ნაწილი მინდა გავაკეთო. არ მინდა იფიქროს, რომ არც მზია, ასე ვთქვათ, არ უყურებს ამ პროცესს, ასე ვთქვათ, ხელებ დაკრეფილი, ის ნამდვილად შემართებით არის. ჩვენ მქონდა ყველაზე მეტად შემართებით არის, ალბათ შეიძლება ითქვას. აი, სიმართლე გითხრათ, ჩვენი სწორება მისმე სამართლებრივ პროცესში არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და დამერწმუნეთ, რომ ამ პროცესში ჩვენ ყველა შედეგისთვის მზად ვართ, ამ შედეგს მივიღებ, მაგრამ თავარი ამოცანა ჩვენი რაც არის, ეხლა როგორც ადვოკატების, როგორც მზიას, ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ყველა რესურსი ფორმალურად რაც არის და საკანონმდებლო დონეზე, ასე ვთქვათ, მოთხოვნის სტანდარტი გავიაროთ, ამოვწუროთ იმისათვის, რომ მე გადავიდეთ თავარ ეტაპზე და მიმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. გადავიდეთ სისხლის სამართლის საქმეზე 31 მარტამდე გადადო მოსამართლემ პროცესი გიორგი ამის მიზეზად დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობების გასაცნობა დროის საჭიროება მოიმიზეზა დღეს მოსამართლემ ხო უშუალოდ რა შეეხებოდა ეს შუამდგომლობები და დღევანდელი პროცესის ესეთ თქვათ დრამატურგია რამდენად იყო სამართლებრივად თქვენი როგორც ადვოკატის თვალთახედვით გამართული პროცესი იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ დაუშვათ წინა პროცესები როდესაც ხშირ შემთხვევაში ხმა არის მოდა ხშირ შემთხვევაში მოწმეები რაღა იყო ადვოკატებს არ ქონდათ კომუნიკაციის საშუალება მათ შორის მზიასთან რაც ერთგვარი ხარვეზია და ბევრი ნიუანსი რომელიც საერთო ჯამში ქმნის სამართლებრივი სწორი დამოკიდებულების განცდას ხო ნებისმიერ სასამართლო სივრცეში დღეს რამდენად იყო ეს ყველაფერი ხო ზოგადად ტექნიკური ხარვეზები გვაქვს და ამ მხრივ სასამართლო გარკვეულწილად მოგცა იმედი რომ შემდეგ პროცესის ტექნიკური ხარვეზი მინიმალიზირებული იქნება და აღმოიფრობა იმ შესაძლებლობით რასაც არსებული რეალობაში ასე ვთქვათ სასამართლოს ხდომის დარბაზი იძლევა. რაც შეეხება დღევანდელ ხდომას სიმართლე გითხრათ ფორმალურ ნაწილში ცხადია სასამართლო გვაძლევს მაქსიმალურ შესაძლებლობას ვისაუბროთ. აქ მთავარი არის ის რომ
ამ საუბარს რა შედეგებამდე მივყავართ, ხო? ეგ არის თავი. ხო, თორე ის რომ ფორმალურად ახლა ჩვენ გვეძლება შესაძლებლობა ვისაუბროთ, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, წერილობით დასაბუთებით მივმართოთ სასამართლოს და ეს გავაჟღეროთ, ეს არ არის ხა მონოპოლარი, ეს არის იმ სამართლებრივი პროცესის ნაწილი. სიამაც აღნიშნა ხო დღეს სტალინის პერიოდისგან განსხვავებით ფორმალურად მაინც გვეცლებაო რაღაც. ფორმალური ნაწილი არის. ეხლა რაც შეეხება თავად შედეგს, ნახეთ ხომ შედეგი შეიძლება ხა უცნაურადაც მოგეჩვენოთ რომ მოსამართლე რომელსაც შეიძლება კვალიფიკაცია არ დაეწუნება სამოქალაქო მიმართულებით, რაც ასე ვთქვათ, მისი პროფესიული ხაზი, ასე ვთქვათ, განვითარების, განათლებიდან კვალიფიკაციამდე აბსოლუტურად სრულად არის დაკავშირებული კერძო სამოქალაქო ადმინისტრაციულ სამართლის მიმართულებით არის. და აბარებს გამოცდებს, მოსამართლის გამოცდებს აბარებს კერძო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მიმართულებით, სურვილს გამოხატავს და განაცხადში აქვს რომ დაინიშნოს სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, როგორც მოსამართლე, მისი ძირითადი განათლება, როგორც დღეს გავიგეთ, მაგისტრატურის მიმართულებით ყოფილა კერძო სამართალი და უცებ აღმოჩნდება, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის მიმართულების გამხილველ მოსამართლედ. ნახეთ როგორ არის საერთოდ პროფესიულ თვალსაზრისით, იმიტომაც არსებობს მიმართულებათა სახეობა სამართლის დარგში და არა მხოლოდ სამართლის დარგში, როგორ ხო ყველა წარმოგვიდგენია, მაგალითად მედიცინაშიც ასეა, ხო? არ შეიძლება კარდიოლოგი იყოს პედიატრი ან პირიქით და ყველა შეთავსებად პროფესიაში იყოს. არ ვიცი, რაღაც უცნაური ანომალიური მოვლენა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ახლა მე რაც ვარ პროფესიაში, საქართველოში წამოვიდა, იმიტომ რომ თუ მაგალითად ადვოკატი არ მუშაობ, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ლიცენზია ჰქონდეს სისხლის სამართლის მიმართულებით და არ მუშაობ, გარკვეულწილად ჩემი პროფესიული ვალდებულება არის ამ სფეროში თავი შეიკავო საქმეებში მონაწილეობისაგან, ვინაიდან ეს პროფესიული, ასე ვთქვათ, სპეციალიზაცია არის იმის შესაძლებლობა და ამოცანა და ემსახურება იმისგანს, რომ ადამიანები ვიწრო სპეციალიზაციით უფრო კვალიფიცირებული იყვნენ გარკვეულ შედეგზე ორიენტირებული და არ იყვნენ გადატვირთული სამართლის სხვადასხვა დარგით. სწორედ ასეთ მოცემულობასთან გვაქვს ქალბატონ ნინო სახელაშვილთან ის თulis რომ მიუხედავად იმისა რომ კერძო სამართლის მიმართულებით აქვს ყველა ასე ვთქვათ მთელი პერიოდი განათლების მას მიღებული და კვალიფიკაციას ამ ნაწილში აქვს მინიჭებული თulis რომ სისხლის სამართლის საქმის გამხილველი მოსამართლე არის და ის შეძლებს ის პასუხისმგებლობა და ის ტვირთი აიღოს ამ სფეროში რომელიც მე ვფიქრობ ნამდვილად სიახლეა ასე ვთქვათ იქნება მისთვის ვინაიდან მიუხედავად იმისა რომ არაერთი სისხლის სამართლის საქმე ქონია განხილული როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი დარგის სპეციალიზაცია, ასე ვთქვათ, არის მნიშვნელოვანი, აუცილებელი, ვინაიდან ერთი მხრივ საზოგადოებას კონდეს მოსამართლის აცილების ერთ-ერთი საფუძველიც სხვა საფუძვლებიც გაგაჩნდა. ხო, რამდენიმე საფუძველი იყო პირველი. იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ უფრო საინტერესო სპეციალიზაციის ნაწილზეა მუდმივად ამაზე ისმის კითხვა საზოგადოებაში მე როდესაც მიწევს ადამიანებთან კომუნიკაცია, შეჯამების სახით ვიტყვი რომ მოსამართლეს განათლების ნაწილში ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ ის გარემოება, რომ მას სისხლის სამართლის სპეციალიზაციით არ აქვს განათლება მიღებული საუნივერსიტეტო დონეზეც და კვალიფიკაციის ეტაპზეც კი. ის რომ მან რაღაც კურსები გაიარა და ამ კურსებით ის თulis რომ არის მოსამართლის კვალიფიკაციის სტანდარტის, ასე ვთქვათ, პროფესიონალი კადრი ცხადია, ეს ამ მის პროფესიულ ნაწილში ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დაისვა. ეხლა რაც შეეხება სხვა გარემოებებს ამოსავალი წერტილი რა თქმა უნდა იყო ისიც რომ 14 იანვარს მან როდესაც იმსჯელა პირველი წარდგენის სხდომაზე მზეამაღლობელთა მიმართებით აკვეთი ღონისძიებაზე შეუსაბამო გარემოებები გამოიყენა დასაბუთებისთვის. ესე იგი თქვა რომ ადმინისტრაციული დაკავება დღეს ხო ძალიან საინტერესო მომენტი იყო ამასაც მინდა ხაზი გაუსვა რომ აცილების გარემოებად იყო ის რომ ის იყენებდა ადმინისტრაციული დაკავების მასალებს როგორც დასაბუთებისთვის მნიშვნელოვან გარემოებას, მაგრამ დღეს განაცხადა რომ სისხლის სამართლის საქმეზე ადმინისტრაციულ დაკავებაზე ის არ მსჯელობს, ვინაიდან ეს არ არის ამ საქმის განხილვის შემადგენელი ნაწილი. მაშინ როდესაც მთელი პროცესი სწორედ ამ ადმინისტრაციულ დაკავებაზე აიგო, ხო, ჩვენ ნახეთ სისხლის პროცესს
ეს ნაწილიც იყო რა თქმა უნდა ფაქტობრივი გარემოება, არა ის რომ მან აქვეთხონისების სახით პატიმრობა შეუფარდა, არამედ ის რომ მან აქვეთხონისების შეფარდებისთვის გამოიყენა არასწორი სამართლებრივი განმარტებები და არასწორი ფიქსირებები. გასაგებია იმედი დავიტოვოთ, რომ მაინც პოზიტიური მოლოდინი იმის გათვალისწინებით, რომ არ ვიცი მსოფლიოში არ დარჩენილა არც ერთი ადამიანის უფლების დაცვითი ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაციები, მედია ორგანიზაციები და რა ვიცი მედია უფლების დამცველები, მედიის უფლებადამცველები, რომლებიც არ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას მზიას თავისუფლებისკენ. სოლიდარობა ჩემს კოლეგას და თავისუფლება მზიას, რა თქმა უნდა, ეს არის ყოველი გადაცემის სათქმელი ჩემი ყოველ ჯერზე. გიორგი ხიმშიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი, საუბრობდა ჩვენს ეთერში. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განაჩენის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკას არ იშურებს. ყოფილი სახელისუფლებო პარტია ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის არ შეწყალებას წინასაჯელთან დაკავშირებით ვერ პატიობს. ამასთან ამბობენ, რომ ზურაბიშვილმა ვერ უზრუნველყო საერთო ოპოზიციური ერთობის ორგანიზება. სააკაშვილის პარტიამ ზურაბიშვილზე პოლიტიკური იერიში რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ინტერვიუს შემდეგ მიიტანა, სადაც ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა. ამ განცხადებიდან მალევე ჯერ ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის და შესაბამისად საინტერესოც აღარ არის. მოგვიანებით კი გუბას სანიკიძემ აღნიშნა, რომ ყველა წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა სწორედ სალომე ზურაბიშვილს ეკისრება. ოპოზიციის წარმატებაში ეჭვიეპარება ქართულ ოცნებას, სადაც ამბობენ, რომ ოპონენტების შანსები მინიმუმამდეა დასული. ეს და სხვა საკითხები იქნება ჩვენი საუბრის თემა. შემდეგ სტუმართან ერთად პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი უპასუხებს ჩვენს კითხვებს პირდაპირ ჩართვის რეჟიმში. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა პირიქით მოწვევისთვის და პირველ რიგში არ მინახი ხარ და გიზო მადლობა. კარგია რომ გამოჯამთელდი და დაუბრუნდი ეთერს. მადლობა იმედია გვექნება ჩვენს ტრადიციულ რესპონდენტებთან კომუნიკაციის საშუალება მომავალშიც აუცილებლად ჩვენ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ბატონ ირაკლი, დავიწყოთ რა თქმა უნდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა დღეს და ამ თემით დღევანდელ სტომასაც ესწრებოდნენ საელჩოების წარმომადგენლები და მოყვა საერთაშორისო გამოხმაურებები. რას ნიშნავს ქვეყნისთვის ის, რომ მას ყავს პატიმრად მედია მენეჯერი და ონლაინ გამოცემის დამფუძნებელი ციხეში და ედავებიან ერთ-ერთ მძიმე მუხლით სამართალდარღვევას. რა განაცხადია ეს პოლიტიკურად თქვენი შეფასებით? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ 80-იანი წლების ბოლოდან სტუდენტობიდან მოყოლებული მეტნაკლებად ჩართული ვარ ყველა პროცესში, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პროცესი, რაც ჩატარებულა საქართველოს ისტორიაში. ეს არის არა მარტო სასამართლოს სირცხვილი, ეს არის პოლიციის სირცხვილიც. ეს არის მთლიანად სახელმწიფო აპარატის სირცხვილი, როდესაც ქვეყანაში ასეთი რამე ხდება. რა თქმა უნდა, ამას აქვს ძალიან ცუდი დატვირთვა სახელმწიფოსათვის, იმიტომ რომ თუ მზიასნაირ ადამიანებს იჭერენ სახელმწიფოში თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და განვითარებაზე, თავისუფალი საზოგადოების განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია. რა შედეგები მოყვება, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ქართულ საზოგადოებაზე. მე არა ვარ იმისი ყოველთვის საკმაოდ ფრთხილად უყურებ აი ამ საგარეო ფაქტორს, ზოგჯერ გადაჭარბებული წარმოდგენა გვაქვს, რომ რა შეიძლება ვთქვა დასავლეთმა გააკეთოს. ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ამ შეება ისე შთაბეჭდილება, რომ დასავლეთ ისევე უყურებს როგორც რუსეთს, რომ ეხლა მოვა, ყველას მოფანტავს, ივანიშვილის თავში დიდ კომბალს შაარტყავს, გააგდებს, ვიღაცას დასვავს აქ და ასე შემდეგ. ეს ასე არ მოხდება. დასავლეთი ყოველთვის უყურებს იმას, თუ რას იცავს ქართული საზოგადოება. ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია და პირველ რიგში ჩვენი ტვირთი არის ამ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსწორება, თუ ჩვენ თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გაკეთდეს ის, რომ მზიასნაირი ადამიანები ციხეში არისდნენ.
მადლობა თქვენი შეფასებისთვის. ბატონი რა გადავიდეთ სხვა პოლიტიკური პროცესების განხილვაზე. მუდმივად გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქართული პოლიტიკა და პოლიტიკოსები ვერასდროს გახდნენ ისეთები, როგორცაც საზოგადოების უმრავლესობა უკვეთავს, ხო? ვერც ახალი ძალა გამოჩნდა ისეთი და ვერც არსებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა მოახერხა შეჯერება ერთობაზე ან ვერ გაიფართოვა გავლენები, თორემ შეიძლება ამ პრობლემებზე აღარც გვესაუბრა ახლა ჩვენ, ხო? ასე იყო 20-20-ის არჩევნებზე მაგალითად 100-ია ახლაც არაერთი კვლევა ადასტურებდა დიდი რაოდენობით გადაუწყვეტელ ამ მომრჩეველს იგივეს, ხო? 28 ნოემბერს კობახიძის ცნობილი ბრიფინგის შემდეგ პროტესტი უწყვეტი გახდა და ეს პროცესი ერთგვარად უკვე ითხოვს, როგორც ამბობენ თქვენი კოლეგები, პარტიების ჩართულობას, თუმცა არ ჩანს ასეთ პოლიტიკური ძალა, ხო? რა შედეგს ელოდებით პროტესტისგან ამ მოცემულობით თუ ისევ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მიღმა დარჩება აქციები, რომელიც იმართება საქართველოს დიდ ქალაქებში, ხო? განსაკუთრებით ბათუმსა და თბილისში არის ეს უწყვეტი პროცესი ყოველდღიურად. ლაშა პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ხა მოგწონს ჩვენ არსებული პოლიტიკური პარტიები, არ მოგწონს არსებული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკა პოლიტიკოსების გარეშე ისევე არ არსებობს, როგორც ფეხბურთი არ არსებობს ფეხბურთელების გარეშე. საზოგადოების ნაწილი აგრესია მისვლის პოლიტიკოსების მიმართ, მაგრამ რაღაცა შეთანხმება უნდა მოხდეს იმ როლებზე, რაც პოლიტიკურ პარტიებს ექნება ამ პროცესში, იმიტომ რომ თუ ეს როლი არ გამოიკვეთა, თუ საზოგადოებამ არ მიიღო პოლიტიკური პარტიები, როგორც ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ამ პროცესისა, ჩვენ არ გვექნება პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში. ხელისუფლების ივანიშვილის ხელისუფლების ამოცანაა, რომ პოლიტიკური პროცესი მოკლას. ანუ აღარ იყოს პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, იყოს ერთპარტიელობის სისტემა, ერთპარტიული სისტემა, დანარჩენი ყველაფერი იყოს მარგინალიზებული. რა თქმა უნდა, ამას ოპოზიციის შეცდომები უწყობს ხელს, მაგრამ საზოგადოების შეცდომებიც უწყობს ხელს. იმიტომ საზოგადოების იმ ნაწილის მოთხოვნები, რომ აი ასეთი ტიპის მოთხოვნები, რომ პოლიტიკოსების დანახვა არ მინდა, ეს არ მინდა, ის არ მინდა, გასაგებია, შეიძლება არ მოგწონს ეს პოლიტიკოსები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს არ არის ფეხბურთი, რომ თამაშზე არ წახვიდეს აყურებლად. ეს არის ცხოვრება. ეს ცხოვრება უნდა გამოვასწოროთ, შექმნილი ვითარება უნდა გამოვასწოროთ და პოლიტიკა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური პროცესის გარეშე არ არსებობს. ამიტომ პოლიტიკოსები საჭირონი არიან ამ პროცესში, უბრალოდ საჭიროა რომ მათ კარგად გაიაზრონ და სწორი გეგმა გააკეთონ. იმასაც ვიტყვი, რომ ეს მუდმივი შეძახილები, რომ გაერთიანდით გაერთიანება შეიძლება მოხდეს რაღაც იდეის გარშემო და აქ პარტიებს შორისაც როლები და ფუნქციები განაწილდეს. ყველა გამოკითხვა გიჩვენებს, რომ მაგალითად ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი, ასევე არ იღებს მიხეილ სააკაშვილს, არ უნდა მიხეილ სააკაშვილის დანახვა. ეხლა თუ ყველანი ერთად გაერთიანდა, სწორედ იმ პარტიებს ეს ასეთი ტიპის ამომრჩეველი შეიძლება სახში დაждდეს და ეს იქნება ხელისუფლების. თუმცა არ შეიძლება გაერთიან ერთი წუთი და ეს კი ბატონო. მნიშვნელოვანია რომ შედგეს შეთანხმება იმაზე თუ რა ტაქტიკით იბრძოლებს ოპოზიცია, ამ ტაქტიკაში აუცილებელი არის რომ ერთი ბლოკი იყოს თუ რამდენიმე ბლოკი იყოს თუ რა ფორმაციით მიიღებს ოპოზიცია მონაწილეობას. ეს არის ტაქტიკის საკითხი და ეს არის იმის საკითხი თუ რა უფრო მომგებიანი იქნება ოპოზიციისათვის. მუდმივი დამონათება პოლიტიკოსების იმისა, რომ აი ჩვენ გვინდა ერთი კანდიდატი ვიხილოთ, ერთი პარტია, ერთი სია, ჩვენ თვითონ უნდა გამოვიდეთ ამ საბჭოური აზროვნებისგან, რომ ამაში არის ხსნა, კოორდინირებული მოქმედება ოპოზიციის არის აუცილებელი და მის გარეშე არაფერი არ იქნება. ნახეთ რატო გეკითხებით ბატონო ირაკლი. ნახეთ 2 დღეა მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელი მოსამართლემ შეკრიბა და 12 წელიწად ნახევარი მიუსაჯა, ერთ-ერთი დიდი ოპოზიციური პარტია ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ ყველაზე მეტ აგრესია სალომე ზურაბიშვილის მისამართით ავლენს ამ 2 დღის განმავლობაში. არც დანარჩენი პარტიები არ არიან ერთმანეთის მიმართ პოზიტიურად განწყობილები და ეს გადაცახილები ალბათ არავის აღარ გვიკვირს უკვე. შესაბამისად ის რომ შესაძლებელი იქნებოდა საერთო სტრატეგიაზე, როგორც თქვენ აღნიშნავდა, არა ერთიან პოლიტიკურ რაღაც პარტიაზე შეთანხმებულიყვნენ ოპოზიციაში,
უკვე საერთოდ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ ეს ერთიანი სტრატეგიაც კი, ხო? მაშინ როცა 50-ზე მეტი ადამიანია მაგალითად საპატიმროებში, რომელზეც იგივე ოპოზიცია ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. შეიძლება გახდეს თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე არსებული ასეთი მოცემულობა სიტუაციის კიდევ უფრო ცუდი სცენარის მიზეზი. ცუდი სცენარის მიზეზი ბევრი რამე შეიძლება გახდეს. პირველ რიგში ჩემი აზრით დღეს ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების და ხშირად ესე წინა პლანზე გამოსული ურთიერთდაპირისპირების მიზეზი ის არის, რომ თავად ოპოზიციური ლიდერები ვერ ხედავენ მათ თავიანთ თავში არ აქვთ ის გეგმა, გამარჯვების გეგმა, რომელსაც თავად სწავლთ, თორე ეს გეგმა რო არსებობდეს, მაშინ მოხერხდებოდა, ასე ვთქვათ, მოლაპარაკება და როლების გადანაწილება. ამიტომ ამ შემთხვევაში უფრო ხშირად ერთმანეთს აბრალებენ წარუმატებლობას, ვიდრე ასე ვთქვათ იმას, რომ ერთიანად ვერ შეძლეს ამ გეგმის შემუშავება. მე ვფიქრობ, რომ ბევრი დრო არ აქვს ოპოზიციას, მარტო ოპოზიციაზე არ მაქვს საუბარი, საზოგადოებაზეც მაქვს საუბარი, საზოგადოებასა და ოპოზიციას მართებს დაფიქრება იმაზე, რომ ტაქტიკა არის შესაძლებელი. არა ორდინალურ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე, ფაქტობრივად ერთი შეცდომა რაც აქვს საზოგადოების ნაწილს და ოპოზიციას, რომ ესენი ხელისუფლებაში არიან სულელები, გაუნათლებელი, შტერები, ივანიშვილზეც ხიხუა ის არის, ესა ასე მარტივად არ არის საქმე. ასე მარტივად არ არის საქმე. სხვათა შორის ივანიშვილი განსხვავდება ბევრი პოლიტიკოსის, საჯარო პოლიტიკოსისაგან, იმიტომ რომ მასზე ზემოქმედების მექანიზმები აბსოლუტურად სხვა არის, ანუ მას დისკომფორტს აბსოლუტურად სხვა რამე უქმნის, ვიდრე ის რაც პოლიტიკოსთა უმრავლესობას და ეს არის გასათვალისწინებელი. როგორ უნდა შექმნა ეს დისკომფორტები და როგორ შენ ბრძოლას როგორ უნდა გქონდეს აზრი იმ კუთხით, რომ ივანიშვილმა დაინახოს, რომ მას არა კარგად საქმე. ცოტა სხვა მოცემულობა არის, ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ვთქვათ, პოლიტიკოსი რომელიც ჩადის ბრიუსელში არ იღებენ მას, ხელს არ ართმევენ, მას ეს საკითხები არ აწუხებს საერთოდ, ვინმე ხელ ჩამოართმევს, არ ჩამოართმევს, მიიღებენ, არ მიიღებენ, მას ჩათვლიან რამეთ, არ ჩათვლიან. ამიტომ ზემოქმედების მექანიზმები მასზე ცოტა სხვა არის და ამაზე სერიოზულად არის საფიქრალი და დასაფიქრებელი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან სახიფათო სიტუაციაში ვართ, იმიტომ რომ ბოლო 20 დღის განმავლობაში, 2 თვის განმავლობაში რა კანონებიც მიიღეს, ეს არის მიაჭედებს ეს ჩვენი სახელმწიფო. ეხლა ძალიან მკაფიო ავტორიტარული რეჟიმისაგან. ჩვენი კანონმდებლობა ეხლა ევროპული ნაწილის, ყოფილი პოსტსაჭუდა ქვეყნების ევროპული ნაწილის ყველაზე ცუდი კანონმდებლობა არის უკვე მედიის თავისუფლების და ძალიან ბევრი კუთხით. და თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, ნუ გვექნება იმისი რწმენა, რომ საქართველოში რამე არ გამოვა და საქართველოში დიქტატურა არ გამოვა. გერმანიაში გამოვიდა, იტალიაში გამოვიდა, ესპანეთში გამოვიდა, საქართველოშიც გამოვა. ეს ყველაფერი. ამიტომ ყველას მეტი დაფიქრება მართებს და სწორი ტაქტიკის შემუშავება. კი ბატონო ირაკლი, ცოტა დრო გვაქვს ძალიან სამწუხაროდ. ჭირდება ოპოზიციასთან და საზოგადოებას. კი ბატონო, ბოლო შეკითხვა აუცილებლად უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ ეს არის ის თემა და ის საკითხი, რომელზეც თქვენზე უკეთ პასუხს ვერავინ ვერ გაგვცემს. თვითმმართველობის არჩევნები, როგორ ფიქრობთ, მოკლედ უნდა გვიპასუხოთ, რამდენად სწორია ნაწილი ოპოზიციონერების გადაწყვეტილება, რომელიც რიგ გარეშე არჩევნების მოთხოვნის პარალელურად ადგილობრივი არჩევნების მარათონში ჩართვას არაპირებს და ბოიკოტს უცხადებს თვითმმართველობის არჩევნებს. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს ტაქტიკა ოპოზიციის? მე ძალიან მარტივ ერთიანდებიან პასუხს გაგცემთ, რომ არ მიმაჩნია სწორად და დანარჩენზე მომავალში ვისაუბრებთ ამ თემებზე. გასაგებია. ახლა ვერაფერს ვერ გეტყვი. კარგი, მადლობა. არ მიმაჩნია სწორად. მადლობა ირაკლი მელაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი. მადლობა პირიქით თქვენ. მადლობა თქვენ როგორც ყოველთვის. პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. განვაგრძობთ გადაცემა მზიამაღლობელი საქმე დაყადაღებული ფონდები და დაპატიმრებული ახალგაზრდები ქუჩის პროტესტის ფონზე. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ სტუდიის კიდევ ერთ სტუმართან ერთად თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებელი უპასუხებს ჩვენს კითხვებს. მოგესალმებით. თამთა, მადლობა იმისათვის, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ცოტა არ იყო მძიმე დღე გამოვიდა, მით უმეტეს ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ორი სასამართლო პროცესი, რომელიც ზიამაღლობელს
საქმეებთან დაკავშირებით გაიმართა დღეს ბათუმში. რა თქმა უნდა, ამ თემით დავიწყებთ, იმიტომ რომ საპატიმროში იმყოფება ჩემი კოლეგა, ცნობილი გამოცემების მედია მენეჯერი და არათუ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ერთ-ერთ წამყვან თემად მიიჩნევა მისი თავისუფლების საკითხი. თქვენ ესწრებოდით დღევანდელ სხდომას, სასამართლოს სხდომას, რა შეგიძლიათ რო გითხრათ ამ სხდომიდან გამოსულზე უკვე შეჯამების სახით. მოგესალმებით ლაშა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენ პირველ რიგში მზიამაღლობას უცხადებთ სოლიდარობას და მოვითხოვთ მის გათავისუფლებას. ამ საქმეზე ჩვენმა ორგანიზაციამ წარადგინა სასამართლო მეგობრის პოზიცია, რომელიც ძალიან ნიუანსურად აანალიზებს საქმის სამართლებრივ საკითხებს და ჩვენთვის ძალიან აშკარაა, რომ მისთვის წარდგენილი ბრალდება პოლიციელზე თავდასხმა არის დაუსაბუთებელი. და სახეზე არ გვაქვს ამ დანაშაულისთვის აუცილებელი ნიშნები და დამფუძნებელი გარემოებები. ხო, ჩვენ ამ დანაშაულის შემთხვევაში ძალიან აშკარაა, რომ სახეზე უნდა იყოს ერთის მხრივ აგრესიული თავდასხმა, ანუ ძალადობის ინტენსიური ფორმა, რომელსაც ადამიანი იყენებს, უნდა არსებობდეს პირდაპირი განზრახვა, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ ზიას ეს ქცევა, სილის გაწვნა ხო სპონტანურად წარმოიშვა, როგორც რეაქცია რაღაცაზე და უნდა არსებობდეს ასევე მიზანი, რომ გავლენა მოახდინოს პოლიციელის საქმიანობაზე და გარკვეულწილად ხელი შეუშალოს ან წინააღმდეგობა გაუწიოს. ჩვენ ამ შემთხვევაში არც ერთი სამი მაკვალიფიცირებელი ნიშანი, ელემენტი სახეზე არ აგვაქვს. უფრო მეტიც შესაძლოა 126 მუხლის ცემისა და ძალადობის კვალიფიკაციაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩვენი აზრით ეს ამ დანაშაულის მტკიცებაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ რთულია ვამტკიცებთ, რომ ძლიერი ტკივილი იგრძნო დაზარალებულმა, მაშინ როდესაც ვხედავთ ერთის მხრივ პოლიციის უფროს და მეორეს მხრივ ქალ ჟურნალისტს, ხო, დირექტორს, დამფუძნებელს ბათუმელების ანეტგაზეთის, რომელიც სილის გაწვნას, როგორც მისი ღირსების აყრაზე სიმბოლურ რეაქციას იყენებს და ეს არის ის ფორმა, რომელიცაც ქალები ჩვენ კულტურაში იყენებენ ხოლმე, როდესაც კაცები მათ შეურაცხყოფას აყენებენ. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამ ეპიზოდამდე მზია და სხვა ქალები უკანონოდ და თვითნებურად დააკავა პოლიციამ. იმ რამდენიმე წუთით ადრე სანამ ეს ეპიზოდი იქნებოდა, დააკავეს ეთერთურაძის დიშვილები სრულიად მოულოდნელად, თვითნებურად უკანონოდ და სწორედ ეს მოხდა ჭყლეტის ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ და სწორედ ამაზე რეაქციად ჩანს მზიას ეს ქცევა, თუმცა სამწუხაროდ სასამართლომ არ დაუშვა ის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც აი სილის გაწვნის ეპიზოდამდე არსებულ მოვლენებს აჩვენებდა და აჩვენებდა იმასაც, რომ ეს სწორედ იმ დროს გაჩენილი პოლიციის უკანონო თვითნებური მოქმედებების ინფორმაცია რომ რეაქცია იყო. მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს ამ უმწურავი ინფორმაცია რომ მქონდეს ამ საქმესთან დაკავშირებით. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დაცვის მხარის მოწმედ დასაკით პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. ეს არის რეალობა, რომელიც ამ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ჩვენ ვნახეთ, ხო? რა განვითარებას ელოდებით თამთა ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ რომ სამოქალაქო სექტორი და სამოქალაქო მთლიანობაში საზოგადოება, მოდი ასე ვთქვათ, იყოს ერთიანი ამ საკითხთან დაკავშირებით და ალბათ ჩვენ ყველას მზიას კოლეგებს, არა ჟურნალისტებს, არ ვიცი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს გქონდეს ადეკვატური რეაქცია ამ საქმესთან დაკავშირებით. რა განგზობადობა შეიძლება ამ საქმეს გქონდეს, რა მექანიზმები შეიძლება საზოგადოებამ ჩართოს იმისათვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ შეუსაბამო მუხლი მაინც შეიცვალონ მზიასთან მიმართებით, რაზეც თქვენ საუბრობდით თუნდაც. ხო, ნუ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩემთვის ძალიან აშკარაა, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვა ქართული ოცნების რეჟიმისთვის. ხო, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მართალი ადამიანი გატეხონ და პირველი სიმბოლური მსხვერპლი წარმოშვან რეჟიმის. ხო, და მზია ნამდვილად არის ყველაზე მართალი, ეს არის ადამიანი, რომელიც მაღალ პროფესიონალური დამოუკიდებელ მედიაში მოღვაწეობდა წლების განმავლობაში, რომელიც არასდროს ყოფილა არც ერთ პარტიასთან აფილირებული, რომელიც ებრძოდა ასლან აბაშიძის
და შევარდნაძის რეჟიმს, მიშა სააკაშვილის რეჟიმს. ბათუმელები. ბათუმელების ისტორიაც ასეთია. აი მე ახალგაზრდა სტუდენტებთან მაქვს ყოველდღიური შემხებლობა და ბათუმელებს სწორედ ის გამოცემაა, რომლების პრაქტიკაზეც, მუშაობის, აი, არ ვიცი, პატიოსნებაზეც ჩემ სტუდენტებს ვასწავლით, თუ როგორ შეიძლება კარგი ჟურნალისტიკა გაკეთდეს და ნამდვილად ზიას მიმართ აი ეს დევნა, ხო, მისი რეპრესირება პრინციპში არის სიმპტომი იმისა, რომ ჩვენ ყველანი შეიძლება ამ დღეში აღმოჩნდეთ, ხო? ანუ სისტემა ყველა შეიძლება სასტიკად გაგვისწორდეს, მაგრამ ჩვენ შორის ყველაზე პატიოსანი, მიუმხრობელი, მრავალწლიანი გამოჩენილი უმციკლო გამოცდილების მქონე მედია რედაქტორი, ხო, დირექტორიც კი შეიძლება ამ დღეში აღმოჩნდეს და ჩემთვის მართლა ძალიან მძიმე დეჰუმანიზების რაც კულმინაცია იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრი და სხვები, ირაკლი კობახიძე და სხვები მზია მაღლობელს უწოდებდნენ, რომ ის არის ნაცი, რომ მისი საქმე გავს მიშა სააკაშვილის საქმეს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს არის რეალობა. სინანული თურმე შესაძლებელი იყო, რომ გამოგვესყიდა ეს დანაშაული, ან თქვენგან მე ბოდიში და სინანულს ველოდებოდიო და პირიქით მივიღეთ, ამიტომაც არ შეხვდა, ხო? ხო, იცით, ქალს, რომელსაც პოლიციის უფროსმა შეაფურთხა, იწევდა რომ ეძალა და შემდგომში საჭირო ოთახში არ შეუშვა და წყალი არ დაალევინა და ეს გამოძიება რეალურად არც მიმდინარეობს და დაზრებული სტატუსიც არ აქვს, ზიას ცნობილი და ბატონი დგებუაძე და ბატონი ბესელია დღეს ღირსეული პოლიციელის იმიჯებით დადიან ამ ქალაქში, ხო? როცა ასია გაუკმუღმართებული ის თუ რა არის სახელმწიფო, რა არის სამართალი, რა არის პოლიცია, მე არ მგონია რომ მზია მაღლობელს, რომელიც ძალადობის ჯაჭვის მსხვერპლია პოლიციის მხრიდან, ბოდიში აქვს მოსახდელი. რა შეიძლება იყოს განვითარება, მე მაინც მინდა თქვენ მაყურებელთვისაც ეჭვიეპარება, რომ ჩვენ შესაძლოა უბრალოდ მზია სოლიდარობის გამო ვლაპარაკობდით ამას, ჩვენ სასამართლო მეგობრის პოზიციაში წარმოვიდგინეთ უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მოგიყვებით აი მაგალითად ისეთ შემთხვევებს, რომელიც 353 აპრიმა მოხდით, ანუ პოლიციაზე თავდასხმა და არ შეფასდა. მაგალითად, პოლიციელების ჯგუფურად ცემა, მათ შორის ქალი პოლიციერით, რაც გამოიხატა ხელის სახეში გარტყმასა და ფეხის ბარჯახში ჩარტყმაში, ასევე დაზიანებების მიყენებში მრავალ ადგილას. მუშტის ძლიერი დარტყმა თვალის არეში, გინებასთან ერთად. რის შემდეგაც დაზრებულმა თავი ვერ შეიკავა, თავის სახე დაარტყა ღობეს და განიცადა ფიზიკური ტყივილი. თავის ჩარტყმა თავის არეში, რამაც გამოიწვია დაზრებულის ფიზიკური ტკივილი. და კიდევ ძალიან ბევრი აგრესიული ქცევა, სიტყვაში შეურაცხყოფა, ხელის ძლიერი ჩარტყმა. კიდევ ერთხელ განუმარტავ მაყურებელს, რომ ეს არის პოლიციელების მიმართ განხორციელებული ქმედებები. რომელიც ავიდა უზენაეს სასამართლომდე და სადაც უზენაეს სასამართლომ არ მიიჩნია ასეთი ინტენსივობის ძალადობაზე, რომ ადგილი ქონდა პოლიციის თავდასხმა და ქალის მიერ გენდერულად ხო რაღაცნაირად ღირსების აყრაზე გენდერულად ფორმირებული პრაქტიკა სილის გაწნის, ხო, ჩვენი სასამართლო სისტემა, ჩვენი პროკურატურა და გამოძიება ამ ეტაპზე ამათ მიიჩნევს. ახლა ვინ ამტკიცებს ამ სიმართლეს? ვინ ამტკიცებს, რომ ირაკლი დგებუაძეს ლოყა ისა ეტკინა, რომ მართსაჯულებას უნდა მიაღწიოს მან, ხო? მოდი ვთქვათ, რომ ესენი არიან მეტწილად მისი თანამშრომელი პოლიციელები, მათ შორის ბატონი ბესელია, ხო, რომელიც ამ დეპარტამენტის უფროსია. ადვოკატებმა პირველივე დღეებში მოითხოვეს, რომ საქმე გამოსაძიებლად გადასცემოდა ამ გენერალურ პროკურატურას, ხო, იმიტომ რომ არსებობდა რისკი, რომ თუ ეს რეგიონალურ პოლიციას დარჩებოდა გამოსაძიებლად, მაშინ ეს დამოუკიდებლობის და ობიექტურობის გარანტიებს ამ გამოძიებაში ვერ შექმნას. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ საქმე მხოლოდ გურის პოლიციას გადაეცა გამოსაძიებლად და რეალურად თქვენ იცით, რომ აჭარის პროკურატურა უზრუნველყოფს ორივე დეპარტამენტზე საპროკურორო ზედამხედველობას. რის გამოც ანუ რაზე ვლაპარაკობთ, ხო, რომ საბოლოოდ მზია მაღლობელის მიმართ დევნა მთელი გამოძიებას ატარებენ ის ინსტიტუციები, რომლებიც პირდაპირ თუ არა პირდაპირ დაკავშირებული არიან დგებუაძესთან და ბესელიასთან და რაღაც ერთი ხო, რაღაცა ინსტიტუციური რგოლის ნაწილები არიან. ამიტომაც ახლა ამ პირობებში, სადაც საბაზისო სამართლებრივი პრინციპები არ არის დაცული, მე არ ვიცი, მართლა არ ვიცი, როგორ უნდა გამოიყენოს
353 პრიმა მოხული მოსამართლემ. ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ მოსამართლეს ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს განათლების და გამოცდილების. მას არ აქვს იურიდიული ფაკულტეტები დასრულებული, არც ბაკალავრისა და არც მაგისტრატურის დონეზე და თქვა, რომ მომიჯნავე საგნებში სამართალსაც სწავლობდა და რამდენიმე კურსი აქვს სამართალში გავლილი და საერთოდ სიცხესამართლის სპეციალიზაცია არ აქვს. ამიტომ ეს არის დაცინვა, ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ სასამართლოს, თუმცა ამ ფორმალური პროცედურებით ილუზია იქნება, რომ ამ ქვეყანაში არსებობს მართსაჯულება. კი ბატონო, და ვიდრე დაგემშვიდობებით 2-3 წუთი გვაქვს ფაქტობრივად ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით ასევე გაავრცელა თქვენმა ორგანიზაციამ გუშინ განცხადება ყველა ვნახეთ, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ამ ფონდების დაყადაღების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რა მოლოდინები გაქვთ და რასთან გვაქვს საქმე ზოგადად თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით რა იქნება მოკლედ რომ შევაჯამოთ. ძალიან მოკლედ, ალბათ უნდა ითქვას ის, რომ დაყადაღების უკან დგას ინტერესი, რომ პროტესტი დასუსტდეს, იმიტომ რომ ეს ფონდები ახდენდნენ ჯარიმების გადახდას, არაკონსტიტუციური, არაპროპორციულად მაღალი ჯარიმების გადახდას, რომელიც უკვე გადაკეტილ პოლიციის მიერ ჩახერგილ რუსთაველის გამზირზეც კი მოულოდნელად ვისახესაც დაიდენტიფიცირებენ, აჯარიმებენ და მოქალაქეებს პრაქტიკულად არ აქვს შესაძლებლობა, რომ სასამართლო გზით საკუთარი თავი დაიცვან. თქვენ იცით, რომ თავად ეს ჩანაწერებიც, ხო, დაჯარიმების არის ძალიან მაღალი და არაკონსტიტუციური, არაპროპორციული სანქციებია გათვალისწინებული. ამიტომ მათი მიზანი არის, რომ ადამიანებს აღარ ქონდეთ მოლოდინი, რომ ჯარიმას ვინმე გადაიხდეს და პროტესტი დაასუსტოს, თუმცა ბუნებრივია, რომ ამ განაცხადებას ამძიმე გავლენები ექნება სამოქალაქო ორგანიზაციებზე, რომლებიც იგივე ადამიანის უფლებათა სახზე, რომელიც ფუნქციონირებს როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან მნიშვნელოვან შრომას წერს და დღეს მათი მთელი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია და პრაქტიკულად მათი ოპერირება არის შეჩერებული, ხო? ამავდროულად ამ ფონდების უკან ჩვენ მაგალითად ჩვენს ყავს ათეულობით დაზარალებული ძალადობის ხერხი, წამების ხერხი დეკემბერსა და ნოემბრის თვეში ეს ფონდები ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ ამ ადამიანებს რეაბილიტაციისთვის, წამლებისთვის, საექიმო ვიზიტებისთვის, ხო, ზოგჯერ იმის გამო რომ შრომის უნარები გახდნენ, მათ უხდიდნენ ბინის ქირას, ვინც თბილისში საცხოვრებელი არ აქვთ, ან ვალებს ბანკებში, ხო ხვდებით ესენი, ეს ფონდები არსებობდა როგორც გადარჩენის და ქველმოქმედების მართლა ჰუმანიტარული მექანიზმი ჩვენი აი მოწყვლადი მოქალაქეებისთვის და დღეს აი ამ შესაძლებლობების გადაკეტვა რეალურად ძალიან ანტიჰუმანური ხო ქცევაა და ამის უკან სინამდვილეში ის მოტივი დგას, რომ ჩვენ აღარ გქონდეს ძალა, ხო ხვდებით გადაკეტონ ყველა ის რესურსები, რითაც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან და რითაც ჩვენ დამოუკიდებლობას ვინარჩუნებთ. ვიქონიათ იმედი, რომ ყველაფერი დაუბრუნდება ისევ თავის ლაშა ძალიან მოკლედ მინდა თემურ ქათამაძეზე ვთქვა, თქვენ იცით რომ დღეს მისი გადაწყვეტილება იყო, მე მინდა მუჰაჯირების ამ ღირსეულ შთამომავალს ასევე სოლიდარობა გამოუცხადო და ძალიან აშკარა იყო, რომ სასამართლო ისევ ძალიან დაჩქარებულად რამდენიმე საათში მთელი საქმე დახურა და გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ როდესაც არაერთი მტკიცებულება იყო გამოსაკვლევი, მათ შორის თურქეთში მისი დაკავების ორდერი, თუ რა საფუძვლით იყო, რა ბრალდება შეიძლება ქონდეს მას წარდგენილი, არ გაითვალისწინეს თურქეთში შესაძლო რისკები მისი უფლებების დარღვევის, ამიტომაც ხო ძალიან მძიმეა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სამართალი აღარ არსებობს და ჩვენ ამ თემაზე გვექნება უფრო ცვლად საუბრის საშუალება და მე გპირდებით, რომ აუცილებლად მოგცემთ უფრო ცელი განმარტების გაკეთების საშუალებას შემდგომ გადაცემებში. მადლობა თქვენ თამთა იმისთვის, რომ იღებდით გადაცემაში მონაწილეობას. თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებელი, პასუხობდა ჩვენს კითხვებს. როგორია მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოლიტიკური შეფასება, როგორ უყურებს ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ დაპირისპირებას მართველი ძალა და პროცესების განვითარების რა სცენარს ხედავენ ისინი საკანონმდებლო ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარების და საერთაშორისო მოწოდებების ფონზე. ამას გავიგებთ ჩვენი შემდეგი სტუმრისგან, დავით ბაციკაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უპასუხებს ჩვენს კითხვებს. მოგესალმებით ბატონ დავით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის.
მოგესალმებით, მესალმებით თქვენს მემაყურებლებს. კი ბატონო, დავიწყოთ ბატონო დავით სიამაყლობელი სისხლის საქმით, სისხლის სამართლის მუხლით პატიმრობას გულისხმობს ის მუხლი, რომელიც მას აქვს წარდგენილი, საკმაოდ ძიმე მუხლია. ფიქრობ თუ არა, რომ მის მიმართ გამოძიება და სასამართლო იყენებს შერჩევით სამართალს, როგორც ეს კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ისინი არ არიან ამ აზრზე, ალბათ თქვენ ადევნებთ თვალს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატებიც აქტიურად მოგიწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს მისი გათავისუფლებისკენ და შეუსაბამო მუხლის მოხსნისკენ. როგორია თქვენი შეფასება ამ საქმესთან დაკავშირებით? ძალიან მოკლედ, მე ვარ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი. მიმდინარე სასამართლო პროცესებზე და გამოძიებაზე მე არ ვაპირებ რაიმე შეფასებების მისცემას. ეს სამართლებრივად არა, პოლიტიკური შეფასება რამდენად ძიმე შეიძლება იყოს ეს პრეცედენტი დემოკრატიისთვის იგივე. მე გაგეცით პასუხი, მოკლედ რომ არ ვაპირებ. ანუ ამ თემაზე საუბარს არ აპირებთ? მარტივად ვამბობ კიდევ ერთხელ, რომ როცა მიდის სასამართლო პროცესი, როგორც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, არ ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი იყოს ჩემი აზრის გამოთქმა. ანუ თქვენი კოლეგები, რომლებიც პრემიერ-მინისტრი იგივე სხვა თანამდებობის პირები აკეთებენ განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, უდანაშაულობის პრეზუმპციას არა, საერთოდ არ მithქვა უდანაშაულობის პრეზუმპციასთან დაკავშირებით. არა, ამიტომაც გითხეთ, იმიტომ რომ თქვენი კოლეგები არ ერიდებიან იგივე ამ საკითხზე საუბარს. ვიღაც არერიდება, მე ვერ იდები. ვფიქრობ, რომ არ უნდა გავაკეთო. გასაგებია თქვენი მოსაზრება, ესე ძალიან მარტივად უშუალოდ ზიასლავი მართლაში არაერთ წელია ვიცნობ და მაგიტომაც გეკითხებით, რომ იცნობ მის საქმეს. ამიტომ მე საქმესთან დაკავშირებით არ ვისაუბრებ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ როგორც დიდი ხნის ნაცნობს ძალიან გამიხარდება, რომ ზია არ იყოს განსაჩივრ სკამს. გასაგებია. გადავიდეთ სხვა საკითხებზე. ფონდების დაყადაღება ახლა საუბრობთ ხალბატონ თამთასთან და ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონ დავით. ბევრმა ამას და მათ შორის ხალბატონ თამთა საუბრობდა, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს არისო პროტესტის დასუსტების მექანიზმი, რომ ამ ფონდების მეშვეობით არ მოხდესო იგივე საჯარიმო სანქციების დაფარვა, გადასახდელების დაფარვა და ასე შემდეგ და ალბათ გესმოდათ მისი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ რამდენად მიგაჩნიათ, რომ ბევრად უფრო ჰუმანური იქნებოდა თუ ყადაღა არ დაედებოდა დაუშვათ ამ ფონდებს და თუნდაც გამოძიება წარმართულიყო და შემდეგ მომხდარიყო ამ საკითხთან დაკავშირებით და ყადაღება იგივე ანგარიშების. მოდი ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი ოდესაც არ ღვევს კანონს, რა თქმა უნდა, იმან კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. და არავინ არ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ წინა გამოსვლას უსმენდი და ამბობს, რომ თურმე არაკანონიერად რა ქვია ვაჯარიმებ თანხავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა კარგად ხედავდა კანონიც, ამ შემთხვევაში კარგად ვიცით, რომ ადამიანები სამართალ დაღუპვას ჩადიან. სამართალ დაღუპვასთან ერთად, რა თქმა უნდა, მიიღებ ჯარიმას. ასეა სახელმწიფო მოწყობილი, ეს შენ მოგწონს თუ არ მოგწონს. ქუჩის გადაკეთვა. თქვენ ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ ბატონ დავით, მათ შორის პროტესტის გამოცდილება, ერთ-ერთი ვეტერანი ხარ და მით უმეტეს აჭარაში, სადაც დუღდა პოლიტიკური პროცესები, პროტესტი მათ შორის. ქუჩის გადაკეთვა არის ის დანაშაული, რომელზეც 5000 ლარიანი ჯარიმა შეიძლება დააკისრონ ადამიანს. კანონში რაც არის გაწერილი, კანონის აღსრულება ყოველთვის როგორც თქვენ როგორც ახსენეთ, როდესაც მე ვიყავი ოპოზიციაში და მეც გამოდიოდი საპროტესტოდ, ძალიან კარგად ვახსოვს, როცა მოვდიოდით, თუ კი აუცილებლობა არ იყო და მას არ იყო, არასოდეს არ გადავიკეტია ქუჩა. აქ შედარებით მოდის მე 7 ნოემბერთან დაკავშირებით და სხვა. არავის არ მივარდინოთ არასოდეს და ერთ-ერთი თქვენი რესპონდენტი იყო აქ, ერთად ვიყავით 7 ნოემბერს, როდესაც ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელიც სიმწრისგან გაზის მიღების შემდეგ და ვეღარ აზროვნებდა, ყვავილების მოთხრა დაიწყო თბილისის საკრებულოს წინ და შევარცხინეთ და უცხარეთ, რომ არ უნდა მოქცეულიყო ასე. მე და ირაკლი მელაშვილი ერთად ვიყავით და უგონებოდ რომ არ უნდა გაეკეთებია ყვავილის მოწყვეტას. სან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მეორე მე იქ ვიყავი 7 ნოემბერს, როდესაც სპეცნაზი ახლა ყველა ხედავთ საღამოობით რომ აუცილებლობა იმის რომ ქუჩა გადაიკეტოს არ არსებობს და კანონში ასე გარკვეული წერია და ხა როცა კანონია არსებობს კანონს პატივი უნდა სცე თუ არ ცემ კანონს პატივს და ეს შენი
გამოხატვის ფორმა ერთ-ერთი კანონი მოქმედებს და კანონი აღსრულდება. ზოგადად როგორ უყურებთ ამ პროტესტს უკვე? ყველას აქვს პროტესტის უფლება. კანონის შესაბამისად ჩარჩოში, კიდევ იმიტომ ვახსენე 7 ნოემბერი ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არაფერი არ დაგვიშავებია, არც არ წავსულვართ, ადგილზე ვიდექით, არც შტურმი მოგიწყვია საქართველოს პარლამენტის 2007 წლის ნოემბერს, ჩვენთვის ვიდექით და საკმაო მასა იყო. ერთ-ერთი პირველი, როდესაც გაჩეჩილაძეები ააყენეს, როცა შიმშილობდნენ, ერთ-ერთი პირველი ვინც მე ვიყავი, ამოდენიმე მეგობართან ერთად და იქ ვიყავით და ნახე რაც მოხდა. არც გაჩეჩილაძეები არ ვაპირებდნენ სამეს შევარდნას, უბრალოდ შიმშილობდნენ. ააყენეს, როცა ხალხის მასა მოგროვდა, გადავედით რუსთაველზე, დავიკავეთ რუსთაველი და ვიდექით და პროტესტს გამოვთქვამდით. მოვარდა სპეცნაზი, დაგვარბიეს ისე რომ ჩვენ არავით არ იქმედება არ ქონია და ზუსტად იმის გაგზელება იყო, სადაც მოვყევი ირაკლი მელაშვილთან დაკავშირებით, როდესაც ერთი და არც მართლა ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ როცა პროტესტზე გამოდიოდით და ბევრად მასშტაბური პროტესტები ქონდა, მინდა ვთქვა, ერთი ფოთოლი მართლა არ ჩამოვარდნილა რუსთაველს. ერთი ფოთოლი და ამით ვამაყობდით ყოველთვის. და არასოდეს არ ყოფილა ჩვენ დესტრუქციულები და არასოდეს არ წასულვართ კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ. და არც მოგვიწოდები არ არის ამის ნიშნები ბატონ დავითე, ძალიან ხშირად გვესმის ხო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კონსტიტუციური წესწყობილების დამხობა და თუ ასეთი მცდელობა არსებობს ხო, რატომ არ ყავს ბრალდებული ასეთ ქმედებას ხო არასდროს მე მგონი ამდენიმე სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ამ დაკავშირებით და ორგანიზებასთან დაკავშირებით დამხობა ცოტა არ იყოს ხმამაღლა ნათქვამი, ამიტომაც გეკითხები. ორგანიზება კონსტიტუციური წყობილების დამხობის ცდელობა საბედნიეროდ ვერ განახორციელებს და ვერც განახორციელებენ, მინდა ვთქვა და ის რომ ეს ყველაფერი ფინანსდებოდა და ეს ყველაფერი კეთდებოდა, ჩვენ კი არ ვამბობთ ამას, ჩვენ როცა ვამბობთ, ჩვენი არ ჯეროდათ. შეგვიძლია დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციას მოусმინოთ და ადმინისტრაციის ბევრმა წარმომადგენელმა პირდაპირ თეთრი ჩავწე თქვეს რომ USAID და USAID-ის დახმარებით და ფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე ათეული მილიონი თქონა ჩარიცხული რომ მოეხდინათ ეგრეთ წოდებული რევოლუცია საქართველოში. ამას ჩვენ ვამბობთ და არავის არ ჯეროდა. ამას დღეს ამბობს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია. ჯერჯერობით ეს ინფორმაციები არ არის, მაინც დაველოდეთ და არა, ამიტომ მეთქვა, მაინც დაველოდოთ. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. ის რაც ჩვენ უყურეთ, ჩვენი თვალით უყურეთ და ვინც ვერ ხედავს, ვერ დაინახავს ახლა, არ ვიცი, შეიძლება არ ამგონია კონდეს. შეიძლება ყოველს ძალიან კარგად განსხვავებული ზერა კონდეს. მე პარლამენტშიც ვიყავი იმის შემდეგ შესული და მე ჩემი თვალით ვნახე დამწვარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი და არაერთი კაბინეტი დამწვარი და ძალიან კარგად ხედავთ რომ რა შტუმს ახორციელებდნენ და როგორც ცდილობდნენ შეჭრილიყვნენ საქართველოს პარლამენტში და რა მეთოდებს იყენებდნენ. როგორ ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციელებს და სხვადასხვა ძალიან ბევრი ეს ყუნახია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. როდესაც ადარებენ 7 ნოემბერს მართლა სირცხვილია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ პროტესტს გამოსხდა არცეთ, ვერცეთ მაგალითს ვერ მოგვიყვანენ, როდესაც ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში და ვეძოდით იმ ხელისუფლებას, რომელიც ახლა ცდილობს რომ მოbrunდეს, მაგრამ ქართული საზოგადოება მას უარსებუნება, რომ ერთ ფაქტს ვერ მოგვიყვანოს, ვინმე ჩვენ შეუვარდით, რაიმე შტურმი მოვაწყდა და ვცდილობდით ჩვენი ფორმა იყო ყოველთვის მშვიდობიანი. კი ბატონო, დაუშვათ თქვენ ახსენეთ, რომ პარლამენტში პირადად ნახეთ დამწვარი კაბინეტები და ასე შემდეგ სხვა ქმედებები, რომელიც არ არის მისასალმებელი და არავის არ მოგწონს რაზეა საუბარი. თუმცა ჩვენ ასევე ნახეთ ნაცემი, ნაწამები ადამიანები და ამ დროს არავინ არ არის ამ დრომდე დასჯილი. მიგაჩნია თუ არა რომ სახელმწიფოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა, მათ შორის სამართლებრივი და ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით ქონოდა იგივე რეაქცია, რაც ქონდა დაუშვათ სხვების მიმართ, ვინ შეიძლება იყოს კანონდარღვევი. მნიშვნელობა არ აქვს ვინა ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ალბათ თქვენც ნახეთ ხო ნაცემი ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში, თქვენც ნახეთ ურამროგავა რომელსაც ლამისკის ერიმელა უნდა ისაჯოს და იმედი მაქვს. რატო არ აკეთებს ამას სახელმწიფო მაშინ? იმედი მაქვს რომ ყველაფერი მივა ლოგიკურ დასასრულამდე და ყველა დამნაშავე აქეთ თუ იქეთ ყველანი იქნება დასჯილი. იმედია ამას არ ვიცი, ნახეთ კი ბატონო. კი ბატონო, ნახეთ ოპოზიციაში არის მოკლედ ისევ
განხეთქილება ჩვენ ნახეთ რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელი რომელიც გადაწყვეტილება სასამართლოსი სასჯელის გაერთიანებასთან დაკავშირებით ერთგვარად გახდა ოპოზიციაში ახალი დაპირისპირების მიზეზი ნაცვლად იმისა რომ რაღაც ახალ სტრატეგიაზე შეჯერებულიყვნენ სალომე ზურაბიშვილზე ხორციელდება ამ 2 დღის განმავლობაში აქტიურად შტურმი მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მაინც ლეგიტიმურად ართვლიან საქართველოს პარლამენტს და აჭარის უმაღლეს საბჭოს. მოდი დავიწყოთ ლეგიტიმაციის საკითხით, ბატონო დავით, გიქნით თუ არა ეს დისკომფორტს თქვენ, როგორც ერთ-ერთ დეპუტატს უმაღლეს საბჭოსი, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს ამ პროცესში, საკანონმდებლო პროცესში და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არ არის აღიარებული არჩევნები, არის თუ არა ეს თქვენთვის პოლიტიკური დისკომფორტის საბაბი. პირველი და მთავარი საქართველოს მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს საქართველოს მოქალაქე. წერტილი დამთავრდა. ახლა რაც შეეხება არჩევნების სამართლიანობას ან არსამართლიანობას, კიდევ ერთხელ დაუბრუნები ეუთო ოდირის დასკვნას, რომელიც ყველამ ჩვენ ძალიან კარგად ნახეთ, რომელიც არ განსხვავდებოდა 2020 წლის არჩევნების დასკვნასთან დაკავშირებით, სადაც არც ერთი სიტყვით არ წერია, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და შედეგები, რომლებიც დადგა, რაღაც ვერცეთი ფაქტი ვერ მოყავს ოპოზიციას გაყალბების. ფაქტობრივად ეს არის ერთადერთი ორგანიზაცია, ვინც ამას პირდაპირ არ ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს. ჩვენ ხოჯო ბერჯო გითქვამს და ვამბობთ კიდევ ერთხელ, რომ სხვადასხვა პერიოდებში სახელებს რაღაც ტერმინებზე დაგვცინოდნენ, რაღაცას გვეკიდებოდნენ ომის პარტიასთან, deep state-თან და სხვადასხვა დაკავშირებით. ის რომ საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული პრობლემებს უქმნიდა და წინა საარჩევნო კამპანიაში რომ ახლა მოყავთ რუსეთის ფაქტორი და ერთი ფაქტი ვერ მოიტანეს, მაგრამ ფაქტი ის რომ არჩევნებში აქტიურად ერეოდა ევროკავშირის ძალიან ბევრი სახელმწიფოს უფრო აქტიურად ბალკანეთის და ამ შემთხვევაში ფინეთი ნორდიკული ქვეყნების წარმომადგენლები ამას ყველა კარგად ხედავთ და ქართულმა საზოგადოებამ ნახა. ზუსტად ამის გამო გადაწყვეტა ქართულმა საზოგადოებამ და მიხვდა, რომ ის რასაც ჩვენ მეუბნებოდ იყო სიმართლე და დაგვიჭირა მხარი. მათ არ ქონდათ ძალიან კარგად გვახსოვს და თქვენ გადაცემებსაც უყურებდი წინა საარჩევნო პერიოდებში და იმ პერიოდშიც, რომ საერთოდ არ უტარებიათ კამპანია ოპოზიციას, საერთოდ არ უტარებიათ კამპანია და საყვედურობდი ბატონ დავით და ვახსენებდი ვალდებულებებს. და პირდაპირ ისინი რომ ელოდებოდნენ არჩევნების შემდეგ დღეს კამპანია ალბათ ჩაატარეს როგორ არ ჩაუტარებიათ. მე სხვა რამეზებს საყვედურობდი რომ ეს კოორდინაცია რომელიც ველზე საზოგადოებამ ძალიან კარგად შეიძლება და ერთიანი სტრატეგიით მათ ქონოდათ ეს არ ქონდათ ფაქტობრივად. 1-2 აქტივობის გარდა, საერთოდ დიდი შეკრებების გარდა ველზე საერთოდ არ გამოსულან ეს კარგად იცის საზოგადოებამ სახში არ შესულა და სააგიტაციო მასალა შეუტანიათ ოჯახებში და ახლა ეს ყველა მიცის და ამიტომ გამო ზოგს დაავიწყო და ზოგს კიდე ამ კრიტიკის ფონზე მაინც აღარ და მე მესმის კიდევ ერთხელ ვამბობ ევროკავშირის რიგი ქვეყნების დამოკიდებულებას მესმის რომ ევროპარლამენტშიც მათთვის კიდევ ერთხელ არ ვადარებ ამ შემთხვევაში შედარებებს არ ვაკეთებ, მაგრამ რომ არ იფიქრო თქვენ შესავალში ნათქვამი განცხადებებთან დაკავშირებით და ზოგიერთი ორგანიზაციის შეფასებები ზიასთან დაკავშირებით. მაგ კონტექსტში არ გულისხმობს. სხვა რამეს ვამბობ ამ შემთხვევაში მე ბევრი მომისმენია, იგივე რომ ქვია ევროპარლამენტის განცხადება, სადაც გვეუბნებია რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და გამოსაშვებია, მაგრამ ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ გადაწყვიტა რომ თურმე ჩვენ მართალი ვიყავით და მიხეილ სააკაშვილი სწორად ციხეში დარწმუნებული ვარ რომ ამ საქმეებსაც დიდი დარწმუნებული არ ვარ ეს საქმეებიც წაიღონ ეს საქმეებიც წაიღონ და სტრიქში მიხეილ სააკაშვილი არც ისე აქტუალურია ამ თემაზე გადასვლას ვაპირებდი იმიტომ მოვიდა კამდე დაპირისპირება რა ქვია ალბათ სალომეს და როგორ უყურებთ ამ ახალ შესაძლებლობას ახალ სტრატეგიას, ახალ პლატფორმას, როგორც დაანონსდა 31 მარტს და გამართონ მათ. რაც არ უნდა შეეფუთათ. მე მესმის მართლა არის ადამიანების რაღაც ჯგუფი და სამწუხაროდ მცირე ჯგუფია, ჯერ ვისაც მართლა რაღაცას ფიქრობს, რომ ჩვენ არასდროს ვაკეთებ. შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ისინი კულტურულად ფიქრობენ და მათ აქვს თავიანთი პოზიცია და გამოდიოდნენ და ძალიან მცირე ჯგუფია. უდიდესი ნაწილი ვინც იქ ტრიალებდა და ეგრეთ წოდება ახალგაზრდებს უძახოდნენ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პარტაქტივი იყო. მცირე ჯგუფი არ არის ბატონ დავით. არა. ჩემი დამოკიდებულება მასშტაბური აქციები ვნახეთ ხო თბილისში.
ხო ახლა შეიძლება მდენი 10,000-ობით ადამიანს მცირე ჯგუფი დაუძახოთ. არ შემოდივარ თქვენთან პოლემიკაში მაგას დაკავშირებით რა იყო მასშტაბური და რა არ იყო მასშტაბური. არა დღეს ჩვენ ზოგადად ერთმანეთს შევპირდით რომ არ ვიჭუბებთ. პირველი ეთერია ალბათ ამ 12 წლის განმავლობაში. ამიტომ ვამბობ მეთქი, არა. კიდევ ერთხელ გიმეორებ. დიახ. ეს ჩემ დამოკიდებულებას ვამბობ, თქვენი თქვით. კი ბატონო. მე ვთქვი რომ რა თქმა უნდა ამისთვის ხართ. იმ რამდენიმე 1000 კაცში დიახ. და რაზე საუბრობდი, სულ სხვა მე საუბრობდი და თქვენ სხვანაირად გაიგეთ. დიახ. მცირე ჯგუფი იყო, მცირე ადამიანების ჯგუფია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი არ მოწონს, მაგრამ ჩვენც არ მოწონს და იმიტომ იდგამეთ. ამას გულისხმობ. დანარჩენი ვინც იყო და მასშტაბურს რომელსაც თქვენ უძახით. ყალებში რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პროტესტ ორი კაცი რო გამოვიდეს, მათ აქვს უფლება კონსტიტუციური გამოვიდეს თქვას, მაგრამ რა რომელი უფრო მასშტაბურია, ვის რა უნდა თავარი თემა არჩევნებზე გადაწყდა. კარგი, გავიგეთ, ვიღაცას არ მოეწონა, გამოვიდა სხვა კანონთან დაკავშირებით, თქვათ, რაც დავით პროტესტს გამოთქვამდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნაციონალურ მოძრაობა რომ და მიხეილ სააკაშვილის გარშემო არ არსებობს ახლა. არ ჯერა არავის ამ საზოგადოებაში, რომ ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობებში არაა და ადამიანი რომელიც სულ რაღაც ერთი კვირით ადეს ამამდე პარტიას დააფუძნებს და მიხეილ სააკაშვილს ძეგლს უდგავდა და ყველას დიდ პოლიტიკოსად და ავიცი სოფლიოში ყველას დიდ მოაზროვნეთ მიაჩნდა რომ ერთ კვირაში შეცვლილი იყო. ასევე არავის არ ჯერავს რომ სიტყვას გეუბნებით რომ ადამიანები რომლებიც სხვა პარტიებში მე გადანაწილდნენ რომელიც ნაცმოძრაობის უმეტესობა რომ ნახავთ ველზე ადამიანები იყო ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ადამიანები გამოიყვნენ ამ პარტიას მე ერთად ბლოკები გააკეთეს და ასე დადიან იქა და ხვდებიან რომ მიშა სააკაშვილიდან არაფერი არ გამოვა და ახლა რაღაცას ცდილობენ ახლა მოღალატისგან რაღაც კერპის შექმნაც ძალიან რთულია ვერ შექმნიან და თავარით საფრთხეს დაინახეს თავის საფრთხეს ზურაბიშვილის შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაზე ვსაუბრობთ აქ რა ვლაპარაკობ ადამიანებზე ნაციონალური მოძრაობის წარმოადგენლები 3 მარტს ეს ქალბატონი თამარ მეფე იყო და 16 მარტს 13 დღეში უკვე ვერ გაურკვევიათ რა უნდა და ასე იყვნენ ისინი წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში რომ მათთვის არა მიზანი მათთვის ერთი მიზანი არის რაღაცნაირად საზოგადოება შესწომაში შეიყვანონ და როცა მიხვდნენ საბოლოოდ რომ მე რამდენი არჩევნები იყო რომ მიხეილ სააკაშვილიდან ნაცმოძრაობისგან აფერი არ გამოვა ყველა მიცის ამ საზოგადოებაში რომ ესენი დანარჩენი სხვა პარტიის სახელით რომ გამოდიან ერთი კოლექტიური ნაცმოძრაობაა და ახლა ცდილობენ რაღაცნაირად გაემიჯნონ და მიშა ჩახსნან მაგრამ ყველამ კარგად ვიცით კოალიციით ვართ მოსული 2004-ში შენც კარგად გახსოვს ჩემ და ზუსტად 3 თვეში მიხეილ სააკაშვილი იყო ყველაფრის თავში. ასევე იქნება ზუსტად თუ ესენი მოვლიან ხელისუფლებაში, ზუსტად ერთ თვეში მიხეილ სააკაშვილი იქნება გარეთ და იქნება პრემიერ-მინისტრი იქნება ყველა. ნახოთ რამდენად მოახერხებს ამას ოპოზიცია. მადლობა თქვენ დავით ბაციკაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ასეთი იყო დღევანდელი მთავარი აჭარაში და მთავარი თემები ერთმანეთს კვლავ სამშაბათს ისე 21 საათზე შევხვდებით. მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით. ნახვამდის.